2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით დღეს აუტიზმის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1%-ია, თუმცა სხვადასხვა ქვეყნები ატარებენ კვლევას და მონაცემები ინდივიდუალურ სურათს იძლევა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში დაახლოებით 2 წლის წინ დასრულდა კვლევა, რომელშიც 16,000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, ჩატარდა სკრინინგი, დიაგნოსტიკური ანალიზი და დაფიქსირებულმა სიხშირემ დაახლოებით 4% შეადგინა. აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიოს დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი ფაზლი აუტიზმის ცნობადობისა და ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობის კამპანიას იწყებს. საინფორმაციო სამუშაო შეხვედრები პედიატრებსა და ოჯახის ექიმებისთვის უკვე გაიმართა, თუმცა აქტივობები მომდევნო კვირაშიც იგეგმება. მთავარი საკითხი, რომელზედაც ცენტრი ფაზლის სპეციალისტები ყურადღებას გაამახვილებენ, ბავშვთა ადრეულ ასაკში აუტიზმის დიაგნოსტირების მნიშვნელობა და რეფერალის პროცესებია. რას გეგმავს ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი ფაზლი და ზოგადად ცენტრის საქმიანობაზე ქალების ნარატივში ფაზლის ოკუპაციური თერაპევტი და კლინიკური დირექტორი ქეთევან ტალახაძე ისაუბრებს. იქამდე ვნახოთ სტუმრის ვიდეო ბიოგრაფია, რამდენიმე წუთში კი უკვე პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ქეთევან ტალახაძე 2010-14 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციური თერაპიის მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2016 წელს აიღო მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობა მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტის მიმართულებით. დღეს ქეთევან ტალახაძე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი ფაზლის კლინიკური დირექტორია. როგორც საკვირდით, ქეთევან ტალახაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქეთევან, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. პირიქით, მადლობა, რომ აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს თქვენი წვლილი შეგაქვთ ცნობიერების ამაღლებაში. კი ბატონო, სწორედ ამ თემით მინდა გავხსნათ დღევანდელი ჩვენი ეთერი. როგორ ხდება ამ დღეს საქართველო, რა არის ის აქტივობები, რაც იგეგმება ხოლმე და ზოგადად ფაზლის ჭრილში მინდა იმ ღონისძიებებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, რაც დავაანონსეთ პრინციპში შესავალშიც. კი ბატონო, 2 აპრილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღეა და ამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ მნიშვნელობას სოციალურ მხარდაჭერას და საზოგადოების დამოკიდებულებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვავრცელებთ ინფორმაციებს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენი როლი ამ წუთას როგორც ორგანიზაციის წლევანდელ ლოზუნგად ავირჩიეთ ადრეული დიაგნოსტირება და რეფერალის პროცესების განსაზღვრა. ვინაიდან ბავშვებთან სტატისტიკამ საკმაოდ მოიმატა აუტისტური სპექტრის დიაგნოზის, როგორც თქვენ მონოლოგში აღნიშნეთ, ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში დაწყებული ინტერვენციული პროცესები. ვინაიდან ეს აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელ ნიშნებს საკმაოდ ამცირებს და მათი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. შესაბამისად, წლევანდელ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ, ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრმა ფაზლმა დაგეგმა კამპანია ოჯახის ექიმებისთვის და პედიატრებისთვის. ეს არის ჯანდაცვის პირველადი რგოლი, ვისთანაც ბავშვს გეგმიური ვიზიტი ხშირად უწევს და ვისთანაც ხშირად მიდიან. შესაბამისად, ჩვენ უკვე ეს ადამიანები შემოვიყვანეთ ამ რგოლში და მათთვის გავმართეთ საინფორმაციო სახის შეხვედრები და გავაცანით სკრინინგული ინსტრუმენტი უმარტივესი 20 კითხვიანი, რომელიც სკრინინგული ინსტრუმენტიც თავისი ქულებით განსაზღვრავს ბავშვს ჭირდება თუ არა რეფერალი აუტიზმის გუნდთან და ხო არ არის ბავშვი რისკის ჯგუფში. შესაბამისად, პედიატრების და ოჯახის ექიმების ჩართულობა დაგვეხმარება ადრეულ ასაკში დავინახოთ ის ნიშნები და სიმპტომები, რომელიც შემდგომ თერაპიული სესიების დაგეგმვას ან ინტერვენციის დაწყებას მიგვანიშნებს. კი ბატონო, რამდენად იზრდება ცნობიერება ნაადრევ დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით უშუალოდ მშობლების ჭრილში, რადგან მთავარი თემა სწორედ ეს არის წლევანდელი გზავნილი. კი ბატონო, მოგახსენებთ, მარიამ, ჩვენ საქმიანობთ 2016 წლიდან და იმ პერიოდში თუ მომართვიანობა იყო ბაღის ასაკის ბავშვებთან, იმიტომ რომ თუ ოჯახში სხვა ბავშვი არ არის, მშობელს ძალიან უჭირს შეადაროს, როგორ უნდა ვითარდებოდეს ტიპურად ბავშვი და როგორ
როგორ უნდა მიდიოდეს ბავშვის განვითარების ეტაპები. შესაბამისად, პირველ საჭიროებას ოჯახი და ბავშვი ეჯახებოდა ბაღში მისვლის შემდეგ, როდესაც მასწავლებელი მიუთითებდა მშობელს, რომ ბავშვის ქცევა არ შეესაბამება განვითარების ეტაპებს და მომართვიანობა როგორც წესი იყო ხოლმე 4-5 წლის ასაკში, რაც ადრეული დიაგნოსტირებისთვის და ადრეული ინტერვენციებისთვის უკვე დაგვიანებული ასაკია. დღესდღეობით უკვე ეს ასაკი შემცირებულია და მომართვიანობა არის 2 წლის, 3 წლის ასაკის ბავშვებში, რაც ჩვენთვის ოქროს დროა რეალურად. ცნობადობა გაზრდილია და ზუსტად ეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე გვეხმარება ამაში და ასევე გვეხმარება ის თერაპიული სერვისები და სახელმწიფო დაფინანსებები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, უფრო მეტად გაიზარდა მომართვიანობამაც და ადრეულ ასაკშიც უფრო სწრაფია რეფერალი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ახალ ბედადედისთვის, რომ ერთი მთავარი ამბავი არის, რომ როგორც დედის ინსტინქტი თუ რაღაც გაწუხებს, არ დაელოდო. ოქროს დრო არ დაკარგო, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვს აუცილებლად აუტიზმის დიაგნოზი ქონდეს დასმული. შესაძლოა ბავშვს ქონდეს რაიმე განვითარების შეფერხება და ოდნავი დახმარებით და ოდნავი თერაპიული პროცესით და სწორ გზაზე დაყენებით მისი ცხოვრების ხარისხი და ფუნქციონირება გაუმჯობესდეს. ამიტომ ნუ შეგაშინებთ სიტყვა აუტიზმი და ნუ შეგაშინებთ აუტიზმის ცენტრები, იმიტომ რომ შესაძლოა ბავშვი იყოს უბრალოდ ეკრანდამოკიდებული, ან დიდ დროს ატარებდეს ტელევიზორთან, ან არ ქონდეს სოციალური გარემო ისეთი, როგორიც უნდა იყოს, რაც შეაჩერებს ბავშვის განვითარებას. ეს არ არის აუტიზმის დიაგნოზი აუცილებლად, თუმცა თუ ბავშვის განვითარებაში რაიმე საჭიროებას ვხედავთ, გავიაროთ სპეციალისტთან კონსულტაცია და დავგეგმოთ თერაპიული პროცესი ისე, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს და მხარი დავუჭიროთ მის განვითარებას. კი ბატონო, ცნობიერების ამაღლების მიზნით მინდა კარგად გავამახვილოთ ყურადღება თუ რა მნიშვნელობის არის ნაადრევი დიაგნოსტირება და რამდენად წარიმართება მერე უკვე თერაპიული პროცესი შედარებით უფრო ეფექტიანად ვიდრე დაგვიანების შემთხვევაში და კონკრეტულად მოზარდობის ასაკის შემთხვევაში. კი ბატონო, ნახეთ, აუტიზმის დამახასიათებელ ნიშნებზე რო ვისაუბროთ, ხო, რეალურად არის, რომ ბავშვებს ძირითადად უჭირთ კომუნიკაციის დამყარება გარე სამყაროსთან და მათ გარშემო მყოფ ადამიანებთან. ვერ ახერხებენ სასურველის მოთხოვნას. ეხლა ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ, მე 2 წლის ვარ, არ ვიცი შენ როგორ მოგთხოვა ჩემთვის სასურველი და მოთხოვნის ფორმად ვიყენებ ტირილს. ანუ რაღაც რომ მინდა ჩემი სიგნალი შენ და მე არის რომ მე ვტირი, რომ იქნებ შენ მიხვდე მე რა მინდა. ხვალაც ვიტირებ იმისთვის რომ სასურველი მოვითხოვო და ნელ-ნელა ქცევითი რეპერტუარი შესაძლოა გამირთულდეს. იმ ეტაპამდე გამირთულდეს, მე თუ შენ ალტერნატიულ კომუნიკაციას არ მასწავლი ან არ მასწავლი როგორ მოგთხოვე, რომ შეიძლება საკუთარ თავს ვაზიანებდე ან სხვებს ვაზიანებდე, ესეც იმიტომ, რომ მე უბრალოდ სხვანაირად არ ვიცი და არავის არ უსწავლებია როგორ მოვითხოვო. თუ ჩვენ ეს ქცევითი რეპერტუარები დაგვიგროვდა არასასურველი ქცევის, მე ამის გამოსწორება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ყველაზე ნეიროპლასტიური ბავშვის თავის ტვინი არის 2-დან 6 წლამდე ასაკში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ ძირითადი ინფორმაცია თამაშით, რა თქმა უნდა, დავასწავლოთ და თუ 2-დან 6 წლამდე ბავშვის განვითარების მთავარი წყარო თამაშია და თამაშით უნდა სწავლობდეს, 6 წლის ასაკისთვის ბავშვი უკვე სასკოლო გარემოს უნდა შევაჩვიოთ. თუ რეფერალი და მომართვიანობა იქნება დაგვიანებული და ბავშვი აუტიზმის გუნდთან გადამისამართება 6 წლის ასაკში, როცა უკვე მას განვითარების ასაკთან ერთად ქრონოლოგიური ასაკით უწევს სკოლაში მისვლა, მე თამაშის უნარებზე ის დრო დაკარგული მაქვს. ანუ რეალურად მე ის ეტაპი მერე უნდა გავიარო 6 წლის ასაკში, ამიტომ სკოლაში ტრანზიციაც დაგვიგვიანდება. შესაბამისად, ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპიული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კი ბატონო, რადგან საუბრობთ იმ უქროს პერიოდზე, რომელიც მშობელმა არ უნდა დაკარგოს და ასევე ნაწილზეც, რომ ხშირად, როდესაც მშობლისთვის პირველი შვილია, კიდევ უფრო რთულად ხდება იმ გამოხატულ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება, რაც აქვს ბავშვს. რა არის ის მთავარი სიმპტომები, რამაც უნდა მიგვახვედროს, რომ შესაძლოა გქონდეს აუტიზმთან საქმე? კი ბატონო, პირველი გამოხატული სიმპტომი ყველაზე გავრცელებული არის თვალით კონტაქტის არარსებობა. მეორე ყველაზე გამოხატული სიმპტომი არის ემოციის გაზიარება, როდესაც თუნდაც ძუძუთი კვების პერიოდში დედა ბავშვს უღიმის და ბავშვი უკან არ უბრუნებს მას ემოციას. ეს არის
მეორე გამოხატული სირთულე, მესამე ყველაზე გამოხატული სირთულე ეს არის სახელზე რეაგირების არქონა და მეოთხე გამოხატული სირთულე ეს არის სტერეოტიპული ხასიათის განმეორებითი მოქმედებები. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ სტერეოტიპულ თამაშზეც, რომ თუ ტიპური განვითარების მქონე ბავშვი სათამაშოს როგორც მთლიანობას აღიქვამს და მისგან იწყებს თამაშს, ეს შეიძლება იყოს მაგალითად მანქანა და გავაგორო ტრასაზე ან ჩამოვასრიალო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი შესაძლოა დაინტერესდეს მანქანის ერთი კონკრეტული ნაწილით და ატრიალებდეს მხოლოდ ბორბალს. ეს შეიძლება იყოს სხეულის მოტორული, მანერული მოძრაობებიც, ხელების ჩიტის ფრთებისებური მოძრაობა, თითქოს სადღაც მიფრინავს და ეს მოძრაობა ძირითადად მძაფრდება ხოლმე მოზღვავებულ ემოციაზე, ან როდესაც გახარებულია, ან როდესაც გაბრაზებულია, მსგავსი ფორმით გამოხატავს თავის ემოციებს. აქვე გავამახვილებ ყურადღებას მეტყველების ნაწილზეც, როგორც წესი, ყველაზე ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ 2 წლამდე ბავშვი ვითარდებოდა, განვითარების ყველა ნორმას მიყვებოდა, მეტყველებდა და 2 წლის შემდეგ დაკარგა შეძენილი საკომუნიკაციო უნარები და სოციალური უნარები. ესეც არის ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიუმართოთ სპეციალისტს, რომ ბავშვს თუ ქონდა ეს უნარები და შემდეგ რეგრესში წავიდა, ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს სპეციალისტების მიერ. ასევე არის კომუნიკაციის შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ლექსიკურ მარაგში ცალკეული სიტყვები აქვს, მაგრამ ამ ცალკეულ სიტყვებს კომუნიკაციისთვის არ იყენებს. შესაძლოა ეს იყოს სიმღერის ტექსტები, შესაძლოა ეს იყოს ნასწავლი ლექსი ან რაიმე ვიდეო რეკლამის სიტყვები, რომლის გამოთქმაც შეუძლია, მისი თქმაც შეუძლია, მაგრამ როდესაც ეს მიზანმიმართულად დაჭირდება, ამას მიზანმიმართულად არ იყენებს. შესაბამისად, მეტყველებაზე მნიშვნელოვანი აუტიზმის დიაგნოზისთან მიმართებაში ჩვენთვის არის კომუნიკაცია. რამდენად ამყარებს ის მის გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი ბატონო, როგორ გამოიყურება უკვე დიაგნოსტირების პროცესი? ეს რა ეტაპებად არის დაყოფილი და მე შემდგომ უკვე ისეთი ცენტრების, როგორც ფაზლია, სად იკვეთება მათი როლი, აქ რა ხდება? კი ბატონო, ჩვენ რომ წლების წინ გვქონოდა ეს გადაცემა, ძალიან რთულად ვიტყოდით დიაგნოსტირების პროცესებზე, იმიტომ რომ სულ 2-3 ცენტრი იყო, სადაც მშობელს შეეძლო, რომ თავის შვილი დიაგნოსტირებისთვის მიიყვანა. დღეს საბედნიეროდ ამის სირთულე ჩვენ აღარ გვაქვს და უამრავი ცენტრი არსებობს, სადაც შესაძლებელია ბავშვთა დიაგნოსტირების გავლა. პირველი ეტაპი ეს არის ADOS-ის ოქროს სტანდარტად მიჩნეული ტესტი თავის ინტელექტის კითხვარებთან ერთად, თუმცა საბოლოო დიაგნოზს მაინც სვამს ექიმი ფსიქიატრი. ბავშვთა ფსიქიატრის მიერ უნდა იქნას ADOS-ის ქულები ინტერპრეტირებული და ბავშვთა ფსიქიატრის მიერ უნდა იქნას დიაგნოზი დასმული. თუმცა ასევე ოქროს სტანდარტი და ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია ცენტრი ფაზლის ხედვა არის, რომ დიაგნოსტირებამდე ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, რომ განვითარების ის უნარები, რომელიც მნიშვნელოვანია რეპერტუარში, ისწავლოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე საქმე ჰიპერდიაგნოსტირებასთან და ძალიან გავს მეტყველების შეფერხება, ძალიან გავს ეკრან დამოკიდებულება, ძალიან გავს სხვა ქცევითი სირთულეები აუტიზმის დიაგნოზს და რეალურად შესაძლოა ეს აუტიზმის დიაგნოზი არ იყოს. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ბავშვს რა დიაგნოზი ექნება და ექნება თუ არა დიაგნოზი. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს სირთულეები კომუნიკაციაში, თუ ვხედავთ, რომ მას აქვს სირთულეები ძილთან დაკავშირებით, თუ ვხედავთ, რომ კვების გამოხატული სირთულეებია, ან კომუნიკაცია უჭირს, ან თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს, ან არასასურველი ქცევები ვლინდება მის ქცევით რეპერტუარში, 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად დავიწყოთ თერაპიული მომსახურება, მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, რომ მან ისწავლოს ის უნარები, რომელიც დეფიციტურია მის რეპერტუარში და ამის შემდეგ გავუშვათ ბავშვი დიაგნოსტირებაზე. უკვე ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტირება იქნება სუფთა და არ იქნება ჰიპერდიაგნოსტირება. კი ბატონო, მინდა გითხრათ იმ მთავარ გამოწვევებზე და სირთულეებზე, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე და თანმდებია, მათ შორის სტერეოტიპები, მათ შორის სოციუმის გავლენა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამიტომ იკავებენ მშობლები თავს, რომ დააფიქსირონ დიაგნოზი, მე მიყვნენ უკვე დიაგნოსტირების კურსს და ასე შემდეგ, თერაპიულ კურსს და ასე შემდეგ. აი რა არის ის სირთულეები, რაც არსებობს დღეს კიდევ? მიმღებლობის დეფიციტი და ხალხი რას იტყვის გავლენა, იმიტომ რომ
ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი აუტიზმს როგორც დაავადებას ისე აღიქვამს და ეს ნამდვილად ასე არ არის. აუტიზმის დიაგნოზი ეს არის მდგომარეობა და ხშირ შემთხვევაში თავად ოჯახის წევრებსაც უჭირთ ხოლმე ამ მდგომარეობის მიღება, იმიტომ რომ ლოგიკურია უჩნდებათ კითხვები, რატომ მე იქნებ დაველოდოთ. აი მამამა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და იქნებ ესეც აგვიანებს. რეალურად ეს არის ფსიქოგანათლების დეფიციტი და იმის დეფიციტი, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ცნობიერება კვლავ ასამაღლებელი გვაქვს. სტერეოტიპები გვხვდება როგორც გარემოში, ასევე გვხვდება შიგ და ოჯახურ სივრცეშიც, რაც დედისთვის და მამისთვის გაცილებით რთულია და ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის მშობლებზე ამ შემთხვევაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც დიაგნოსტირების პროცესში მშობლებს მიეწოდოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თერაპიულ პროცესებთან დაკავშირებით და მუდმივად უნდა იყოს გარემო მშობლების მხარდამჭერი. თუ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ მშობლებს, შედეგად მივიღებთ ემოციურ გადამწვარ მშობელს, რომელიც თავის შვილისთვის ვერცერთ შემთხვევაში პროდუქტიული ვერ იქნება. კი ბატონო. ჩვენ შესავალშიც ვთქვით, რომ საკმაოდ გაზრდილია შემთხვევები, მათ შორის საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომ 16,000-ზე მეტ ბავშვი დაახლოებით 4% შეადგინა სიხშირე. თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ეს ზრდა? ეს არის თუ არა მათ შორის ტექნოლოგიური ეპოქის გავლენა, გაჯეტები, ასე შემდეგ? არა, ძალიან ბევრი კვლევა გვიდასტურებს, რომ გაჯეტები არ ზემოქმედებს, თუმცა აფერხებს განვითარებას, მაგრამ გაჯეტი ვერ იქნება აუტიზმის გამომწვევი მიზეზი. ესეც არის ერთ-ერთი სტერეოტიპი, კი ბატონო. რაც შეეხება სტატისტიკის ზრდას, პირველი ამბავი ეს არის, რომ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები შეიცვალა და დიაგნოსტირება გამარტივდა. წინა წლებში ძალიან რთული იყო მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებთან ან მოზარდებთან აუტიზმის დიაგნოზის დასმა. წლევანდელ წელს და ბოლო წლებში უკვე ეს ძალიან მარტივი და შესაძლებელი პროცედურა. მეორე ცნობადობა გაიზარდა. აქამდეც იყვნენ ეს ბავშვები, უბრალოდ არ იყვნენ დიაგნოსტირებული. ჩვენ რო გავიხსენოთ ჩვენი კლასელები, ჩვენი მეგობრები, შესაძლოა მაშინ დიაგნოსტირება რო ყოფილიყო, რიცხვები კვლავ მაღალი ყოფილიყო და ასევე სახელმწიფო დაფინანსებები. რადგან სახელმწიფო დაფინანსებები უკვე დიაგნოსტირებულ ბენეფიციარებს აფინანსებს, დაფინანსებისთვის აუცილებელია დიაგნოზის დასმა და შესაბამისად უკვე სტატისტიკურად ამ რაოდენობამაც მოიმატა და როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი გაზრდილი სტატისტიკის მაჩვენებელი ასევე არის ჰიპერდიაგნოსტირებაც. იმიტომ რომ დიაგნოზები ძალიან გავს ერთმანეთს და აი თქვენ შეიძლება მოგისმენიათ, რომ აუტიზმის დიაგნოზი მოიხსნა თერაპიების შემდეგ. ასეთი არ არსებობს, ეს არის ცხოვრების მანძილზე თანმიმდევრი მდგომარეობა. აუტიზმის სპექტრის დამახასიათებელი ნიშნები შესაძლოა შემცირდეს და შემსუბუქდეს, მაგრამ დიაგნოზის მოხსნა ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე არასწორად იყო დიაგნოზი დასმული და ისევ ჰიპერდიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, აი ეს ყველა ფაქტორი ერთდროულად ზრდის სტატისტიკას. კი ბატონო. ფაზლის საქმიანობაზე მინდა ვისაუბროთ. როდის შეიქმნა ეს ცენტრი და რა არის მისი მთავარი მიზანი დღეს საქართველოში? ფაზლი დაარსდა 2016 წელს და დაარსდა იმ მიზნით, რომ მაშინ არ იყო საქართველოში განვითარებული თერაპიული სერვისები და შეფასება არ იყო შესაძლებელი, უზარმაზარ რიგში უწევდათ მშობლებს მდგომა, რომ ბავშვს თერაპიული მომსახურება მიიღო, იყო საკმაოდ დიდი რიგები და თუნდაც ადრეულ ასაკში დასმულიყო დიაგნოზი, შემდგომ უკვე არ არსებობდა ორგანიზაცია, სადაც მაშინვე შეძლებდა მომსახურების მიღებას. ფაზლის შექმნის მიზანიც ეს იყო, რომ შემოსულიყო ორგანიზაცია, რომელიც დამატებით შეძლებდა ბენეფიციარების მომსახურებას და შეძლებდა უწყვეტი თერაპიული პროცესის მიწოდებას. 2016 წლიდან დღემდე ფაზლმა გეოგრაფიული მოცვის ფარგლებში შეძლო ის, რომ რამდენიმე ფილიალი გვაქვს. გვაქვს ისანში ბერი გაბრიელ სალოსზე ფილიალი, გვაქვს ვაკეში 2 ფილიალი და ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრ ბენეფიციარს და ოჯახს ვემსახურებით. ფაზლის ხედვა არ არის მხოლოდ აუტიზმი და მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობა.
ფაზლი აღიარებს ყველა ბავშვის უნიკალურობას და მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს თავაზობს. ძალიან ბევრი ბენეფიციარი ყავს, რომელიც ტიპური განვითარების არის, უბრალოდ აქვთ მხოლოდ კვების სირთულეები ან აკადემიური მოსწრების სირთულეები და ჩვენს ორგანიზაციაში ამ მრავალფეროვანი სერვისის მიღების შესაძლებლობა არის. ეს არის ქცევითი თერაპია ცალსახად, რომელიც მტკიცებულებაზე დაფუძნებული თერაპია, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის კუთხით. ჩვენ ორგანიზაციაში გვაქვს იმის ბედნიერება, რომ გვყავდეს 10 ოკუპაციური თერაპევტი, როდესაც საქართველოში სულ 40-მდე დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტი აქედან 10 ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობს და ეს ადამიანები უდიდეს როლს ასრულებენ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ასევე გვაქვს ფიზიკური თერაპიის მომსახურება, აკადემიური უნარების მომსახურება, მუსიკა თერაპია გვაქვს, მეტყველების თერაპია გვაქვს და ეს სერვისები იმდენად მრავალფეროვანია, გვაქვს ჯგუფური თერაპიები, შინმომსახურების პროგრამა გარკვეულ შემთხვევებში. იმდენად მრავლის მომცველია, რომ აი ეს გუნდური მართვა, რაც უნდა იყოს, სრულიად შესაძლებელია და გამომრჩა კვებითი თერაპია. ცალკეულად გვაქვს ასევე კვებითი თერაპიის სერვისიც, რომელიც კვების სირთულეების მქონე, როგორც დიაგნოსტირებულ, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებსაც ეხმარებათ და ის, რომ ფაზლი დღეს უკვე ამხელა ორგანიზაცია, მერის პროგრამის, აუტიზმის პროგრამის პროვაიდერი არის თითოეული იმ თერაპევტის დამსახურება, რომელიც ყოველდღიურად ბავშვთან შედის და უზომოდ დიდ რესურსს დებს ბავშვის განვითარებაში და ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ყველა ჩემს თანამშრომელს მინდა რომ მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რომ არა თითოეული ჩემი თანამშრომელი, ჩემი სუპერვიზორები, ჩვენი ორგანიზაციის თერაპევტები და ის მშობლები, რომლებმაც თავის დროზე ნდობა გამოუცხადეს ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენ ამ ხელა ორგანიზაცია არ ვიქნებოდით. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ მათ გაწეული შრომისთვის. ერთებით ამ სიტყვებში ქეთევან, მინდა გკითხოთ ფასთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა ახლა, რა არის თავარი მიღწევები თქვენი შეფასებით და გეგმებზეც მინდა მიმოვიხილოთ, როდესაც ახსენეთ გეოგრაფიული გაფართოება, მათ შორის თუ იგეგმება, რომ თბილის მიღმაც გადანაწილდეს ეს სერვისები, დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა არსებობდეს მსგავსი. ჩვენი ორგანიზაციისთვის 2025 წლის მთავარი მიღწევა ამ წუთას არის ის, რომ ჩვენს ორგანიზაციაში უკვე გვყავს 2 საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსი და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ეს ადამიანები პროფესიულ ზრდას განაგრძობენ და საერთაშორისო დონის სპეციალისტები არიან უკვე ჩვენი გუნდის. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ ყველა ჩვენ ცენტრში დასაქმებული სუპერვიზორი, რომელიც სერვისებს ხელმძღვანელობს, არის საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი პროგრამის კურსდამთავრებული და ისინი უკვე ემზადებიან ანალიტიკოსობისთვის და ვიმედოვნებ, რომ 2-3 თვეში ყველა მათგანს მივულოცავთ უკვე ანალიტიკოსობას. ასევე ჩვენთვის მთავარი ამბავი, მოცვა ძალიან რთულია, გეოგრაფიული მოცვა, იმიტომ რომ სფეროში არის კადრის დეფიციტი. ის რომ ჩვენ კადრი მოვამზადოთ და რეგიონებში გავიყვანოთ საკმაოდ რთულია, თუმცა თანამშრომლობა არსებულ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ფაზლს ყოველთვის ჰქონდა სუპერვიზირების ნაწილში, დახმარების ნაწილში, ბათუმი, ლაგოდეხი, ქუთაისი, გორი მათ შორის გაგვიძლიერებია და კვლავ განვაგრძობთ ამ პროცესს, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფაზლის ფილიალის რეგიონებში გახსნა უახლოეს 2 წელში არ იგეგმება, თუმცა რეგიონებში არსებულ ორგანიზაციებს თუ სურვილი ექნებათ გაძლიერების, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დაეხმაროს და გააძლიეროს. კი ბატონო, რადგან მახსენეთ რეგიონები, გითხავთ ბოლოს, იქ რა ვითარება, რამდენად არის ცნობიერება, იქ რა არის თავარი სირთულეები და გამოწვევები, მათ შორის პროფესიონალების დეფიციტია და დარწმუნებული ვარ ამ დეფიციტს და ამ გამოწვევას განსაკუთრებით სწორედ რეგიონებში გრძნობენ. ძალიან სწორი და დროული კითხვაა, მარიამ. რეგიონები ძალიან მოწყვლადია ამ კუთხით, იმიტომ რომ კადრის დეფიციტია და სპეციალისტების დეფიციტია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ დაიწყო აუტიზმის პროგრამის დაფინანსება, ძალიან დიდმა რეგიონებმა, ძალიან ბევრმა რეგიონებმა მიბაძეს. მათ შორის იყო რუსთავი, მათ შორის იყო ქუთაისი, მათ შორის იყო ბათუმი, სამეგრელო და უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში ამ რეგიონებში ხდება ბენეფიციარების დაფინანსება. თუმცა კვლავ ისევ იქ მივდივართ, რომ კადრის დეფიციტი თბილისში საკმაოდ მაღალია და რეგიონებში ეს კიდევ უფრო გაცილებით ჩანს. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა ქეთევან გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და წარმატებები ფაზლის საქმიანობას ყველა მიმართულებით. მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ქეთევან ტალახაძე, ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი ფაზლის კლინიკური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.